ძვირფასო ტელემაყურებლებო. დღეს სამშაბათია. ტელეკომპანია პლუსის ეთერში საავტორო გადაცემა სტუმრად მალხას გაბადაძესთან. დღეს არაჩვეულებრივი სტუმარი მეყოლება ულამაზესი და უმშვენიერესი ქალბატონი. და სანამ სტუდიაში მოვიწვევდე ამ უნიჭიერეს, ულამაზეს, უმშვენიერეს ქალბატონს, მე მინდა მანამ შეგისრულოთ ერთი ლამაზი სიმღერა. მხოლოდ თქვენთვის. დამამშვიდე ასე მგონია ორად კვირი დასათუთი გული ქონია ისე მენატრები როგორ სიზმარი შენი თვების სურნელება და თილისმანი მე უშენოდ ვეღარ გავთლებ ასე მგონია ორად კვირი გული ქონია უალერსოდ ვეღარ გავთლებ ასე მგონია ორად კვირი გული ქონია ორად კვირი ბაგე ქონია ქონია იანვარში ამიყვავე ოჩი ვარდები გულში ზევდა ჩამისახი გულში დარდები ისე მენატრები როგორც სიზმარი შენი თვების სურნელება და თილისმანი მე უშენოდ ვეღარ გავძლებ ასე მგონია ორად კვირი გული ქონია უალესოდ ვეღარ გავძლებ ასე მგონია ორად კვირი გული ქონია ორად კვირი ბაგე ქონია ქონია მაშასე ძვირფასო ტელემაყურებლებო მინდა სტუდიაში მოვიწიო დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმარი უნიჭიერესი ულამაზესი იურისტი და თვითნასწავლი მხატვარი თეონა დარსაველიძე თქო თეონა შემოხვიდეთ სტუდიაში მოგესალმებით მოგესალმებით როგორი განწყობით ახართ მოსული კარგი თუ მაშინ დავბრძანეთ და თუ კარგი განწყობით ახართ მაშინ დავიწყოთ დავიწყოთ მაშასე პირველი შეკითხვა თეონა დარსაველიძეს ვინ არის
თეონა დარსაველიძე. ძალიან ძნელია საკუთარ თავზე საუბარი. ანუ ზოგადად გარშემოყოფმა უნდა შეგაფასონ. მაგრამ ვიტყოდე, რომ თეა დარსაველიძე არის ერთი რიგითი საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ძალიან უყვარს თავისი სამშობლო, მეგობრები, ოჯახი, ახლობლები, ხელოვნება, ბუნება და ასევე ყველას წარმატება და ბედნიერება უხარია. ბავშვობის ტკბილი მოგონებები. ბავშვობის ტკბილი მოგონებები. ზოგადად ჩემთვის ბავშვობა თავიდან ბოლომდე არის ტკბილი მოგონება. ანუ განსაკუთრებულად კიდე მაგონდება, როდესაც ამ ცეკვიდან მივდიოდით გასტროლებზე, ასევე ბანაკში დასასვენებლად, ანუ თანატოლებთან რო ვთამაშობდი და ასევე კიდე ძალიან ტკბილად მაგონდება, როცა მივდიოდით დედას და მამას მივყავდი ბებიასთან და ბაბუასთან ბაღდადში, სოფელ დიმში. და ბებია ჩემის კეთზე გამომცხარი იმერული ხაჭაპური. ყოველ დილით რო გვახვედრებდა. ნერწი მომარია. ხო. კეთზე გამომცხარი ჭადებით. ჭადებიც. ოცნება რომელიც აღიხდათ არის ოცნება რომელიც ამიხდა, ანუ სხვადასხვა ასაკში, ანუ სხვადასხვა ეტაპზე მქონდა სხვადასხვა სახის ოცნებები. ანუ ერთ-ერთი ოცნება, რომელიც არის ამიხდა, რომ ვარ მე დღეს იურისტი, ასევე მინდა გითხრათ, რომ ვოცნებობდი მსახიობობაზე და კინორეჟისორობაზე, ანუ ძალიან მაინტერესებდა ეს პროფესია და მინდა გითხრათ, რომ ანუ მოზარდობის ასაკში რომანი მაქვს დაწერილი, რომელიც შემდგომში მინდოდა, რომ იმის მიხედვით ფილმი გადამიღო. ნუ ამ ბოლო პერიოდს მე გადმოვალაგე ჩემი ნაშრომები და დავიწყე მასზე მუშაობა და რაღაც გარკვეული რაოდენობის ტირაჟიც მინდა რომ გამოვუშვა. მიზეზი რა იყო, რომ აღარ გაყევით რაც კიდე ის სურვილი ახდენოდა და ნუ იყო ხო რაღაცა მიზეზები იყო, ანუ დავოჯახდი, შემდეგ ბავშვი და აირჩიეთ მე იურისტობა. კი. საყვარელი კერძი. საყვარელი კერძი, ანუ ძირითადად მე მეტუპირატესობას ვანიჭებ ბოსტნეულს, მაგრამ ანუ განსაკუთრებულად მიყვარს სოკო, მნიშვნელობა არ აქვს, ეს იქნება შემწვარი, მოხრაკული, ყველანაირი მიყვარს სოკო აბსოლუტურად. აი ეს ის კერძია, რომელსაც არასდროს არ ვიტყვი უარს. ძალიან კარგი. ბავშვობიდან ყველაზე მეტად რა გენატრებათ? ბავშვობიდან ყველაზე მეტად რა მენატრება და ანუ მთლიანად ჩემი ბავშვობა მენატრება სიმართლე რო გითხრათ და დიდი სიამოვნებით რომ შეიძლებაოდეს სადაუბრუნდებოდი ბავშვობაში, მაგრამ განსაკუთრებულად მენატრება ბიძები, ბებიები, ბაბუები, მამიდა, რომელიც ანუ წლების განმავლობაში დამაკლდა და მათთან გატარებული დრო მენატრება ძალიან. რომ ისევ გავატარებდი მათთან ერთად. ხშირად ვეკითხები საკუთარ თავს. რას ეკითხებით საკუთარ თავს? ხშირად ვეკითხები საკუთარ თავს. აქ გავიხსენებდი დიდი ილიას სიტყვებს, კაცად მაშინ ხარ საქები თუ ეს წესი წესად დარგე, ყოველ დღესა შენ თავს კითხო, აბა დღეს მე ვისავარგე. ზუსტად ეს სიტყვებია, როდესაც შენ თავს ეკითხები, აბა დღეს მე ვის რა ვარგე. ყოველთვის ვთილობ ხოლმე, რომ რაღაცა აი მცირედით მაინც ადამიანი ვასიამოვნო და რაღაცა ნებისმიერი დღე რომ იყოს სასარგებლო. ჯერა, რისი ჯერა? ჯერა და რისი მჯერა? ჯერ პირველ რიგში მჯერა საკუთარი თავის და ოცნებების, რომელიც მაქვს აუცილებლად ასრულდება. შვილები ჩემთვის ნიშნავს, რას ნიშნავს შვილები? შვილები ჩემთვის ნიშნავს. შვილი ჩემთვის ნიშნავს უსასრულო ბედნიერებას, სიხარულს, სიყვარულს. ეს რაც ყველაზე დიდი საჩუქარია, ეს რაც უფალმა გაუკეთა ქალს, ეს არის შვილი. და მადლობა ღმერთს ამისთვის და მინდა გითხრათ კიდევ რაღაცა დაახლოებით თვეების იქნებოდა ჩემი შვილი, როდესაც ლექსიც კი მივუძღვენი. რომელი გოგო თუ ბიჭი? ბიჭი მყავს, მე ერთი ბიჭი. ბიჭი ყავს, ხო, მე ერთი ბიჭი მყავს კი. და ლექსიც კი მივუძღვენი, იქნება დაახლოებით რამოდენიმე თვის. თუ გახსოვთ ლექსი, რომ რაც მის სახელზე დაწერეთ ეს ლექსი, აი ხო. გამოდო ჩემს ტელემაყურებელს. კი ბატონო და სხვა შეს პირველად ვყვები ესე. შენ ხარ პატარა, როგორც ბეღურა.
დამგალობელი როგორც ბულბული. ანგელოზი ხარ ჩემი პატარა, ვიცი და ნახარ ჩამოფრენილი. დღე და ღამ შენი ჭიქჭიკი მესმის ხარ გალობელი ჩემი პატარა. სულ მუდამ შენი სიმღერა მესმის და დაღუხუნებ როგორც ფეხურა. ეგ შენი პატარა ლამაზი სახე, მუდამ თვალიდან არ ამშორდება. რომელ მხარესაც გინდა წავიდე, მე შეინჩრდილი სულთან დამყვება. მე ამ ლექს გიწყვილ ჩემო პატარა, შენ ჩემო შვილო, შენ პაწაწინა. შენ ახარ დედას ტკბილი ბიჭუნო დამოჭიქჭიკე როგორც ჩიტყნა. ძალიან კარგი. ანადეს კარგი ლექსია მომეწონა ძალიან. რატო არ გაყევი პოეზიასაც? ასეთ ლექსებს ასე. ხო, აი არ ვიცი, კი. აჟღერებთ ლექსებს და აი რაღაცა ძალიან დიდი წვეტა მქონდა წლების, მაგრამ ფიქრობ რომ ეხლა ისევ დავუბრუნდე. მანამდე დაგეწერია თუ ეს პირველი ლექსია? ნუ სკოლის პერიოდში მაქვს კიდე დაწერილი, მაგრამ ზეპირად არ მახსოვს. ერთი ეს დამამახსოვრდა ჩემს ლექსი. და მის მერე აღარ გაიგრძელებია რომ დაგეწერა სხვა ლექსიც, ხო? მაქვს რამოდენიმე ლექსი მაქვს კი დაწერილი. ერთის გაგვანდეთ თუ შეიძლება. არ მახსოვს, კარგი. სიმართლე რომ და წამოღებულიც არ. არა უშავს, კარგით. ესეც კარგი ლექსი იყო, ძალიან მე შემოძალ მის თვითმეტეს ადამიანი მამა იქნება თუ დედა იქნება თავის საკუთარ შვილს არ აქვს ძულობა ერთი ყოლება, ორი ყოლება, სამი ყოლება, რომელიმეს რომ მიუძღვის ლექსს, ეს ამხელას ნიშნავს. მე თუმეტე დიდი სიხარული არის, ხო, ბავშვისთვისაც და მშობლისთვისაც, ხო? ამისთვის ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩემს ტელემაყურებლებს გაანდვეთ ეს ლამაზი ლექსი, რომელიც მიუძღვენი თქვენს პატარა ბიჭუნას. რამდენი წლის არის თქვენი ბიჭი? 32-ის. ორი შვილი მყავს. ო დაახლოებით ჩვენ 1-3 წელი თუ 2 წელი მაინც იმ ფილმი თუ გახსოვთ თქვენი ახლობლის გოგო რომ მონაწილეობდა მე 2002-ში 2 წელს წინ დაახლოებით 2023-ში იყო 2 წელია და მე ვიცოდი რომ ყავდა ორი შვილი და შვილი თუ ყავდა ეს მართლა კი ჩემი შვილები იყვნენ მაშინ წითელ ქუდას ვაკე წითელ ქუდას პრემიერაზე რო ვიყავით მაშინ შვილები იყო შვილი არა შვილები იყო ჩემი ისე მეგონა კაცო ხოლა ეს ბიჭი მეყოლებოდა და შვილი ბებია თუ იქნებოდა ამდენ 2 წელია უკვე ჩვენ მეგობრობთ ახლობლობთ და ახლა გავიგეთ ჩემს გადაცემაში რომ ბებია ყოფილი ხარ კაცო კი ძალიან კარგი ხო იყო დედა ნიშნავს დედა იყო ნიშნავს პირველ შევიტყოდი რომ დედა არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა რომ შენი შვილი აღზარდო ნამდვილი ქართველი მამულიშვილი. ასევე დედა არის უსასრულო სიყვარული, თავგანწირვა, შეუდარებელი ბედნიერება და შვილის გულისთვის რომ თავსაც რო გაწირავ რა ესე ვთქვათ. რადგანაც მე არ ვიცოდი რომ თქვენ იყავით ბებია და მithumedes ყავს ორი შვილი, ხო? ორი შვილი, გოგო და ბიჭი. მაგი რო ვცოდნოდა მე რაღაც შეკითხვას აქ მომატებდი, მაგრამ არა უშუალოდ ფურცეზე იქნება დაწერილი შეკითხვა თუ სებიათ. როგორი ბებია? თეონა და როგორი დედა? აჰა. რა ვიცი ხა ეს ჩემს შვილებს უნდა კითხოთ და ჩემს მაგრამ ვიტყოდი რომ კარგი იმიტომ რომ ფაქტიურად მთელ ჩემ დროს ვუთმობ ჩემს შვილს და შვილიშვილებს და მათ ოჯახს არის ცით თუ ის აბზანეთ არა შეგაწყვეტინა თქო გასასამუდით ხო ანუ ყველანაირად ვთვლებ რომ ბავშვებს ანუ გასართობი იქნება წაყვანა იქნება კინო იქნება, თეატრი იქნება, ცირკი იქნება, აბსოლუტურად ყველგან დამყავს, ну შეძლებს და ბებიას დაყავს შვილიშვილი. ხო, და ასევე კიდე ახლა ჩემი უფროსი გოგო მივიყვანე ხატვაზე, იმიტომ რომ ძალიან კარგად ხატავს და აქვს ამისი ნიჭი. ესე ბებიას ნიჭი გამოვიყვანე ხატვაზე, კი. ბებიას ნიჭი გამოვიყვანე. ხატვაზე მივიყვანე. და მე დამყავს ხოლმე შაბათ-კვირას. რადგანაც ხატვა ახსენეთ, ხელოვნება არის როგორც თეატრი, მსახიობობა, ისე არის ხატვა არის და ხატვაც ხელოვნებაში შედის და
მე როგორც ვიცი თქვენ თვითნასწავლი კი ჩემი თვითსწავლე აი საიდან დაიწყეთ ეს ჩემი თვითსწავლე ბავშვობაში ვხატავდი ძალიან კარგად ანუ სკოლიდან რომ მოვიდოდი ხოლმე სულ ხატავდი და სხვადასხვა ის რვეულები მაშინდელი ანუ რამოდენიმე ნახატი მაქვს შემორჩენილი და ასევე მქონდა კიდე დახატული აკაკი წერეთლის პორტრეტი ანუ და მე წლები გავიდა საერთოდ აღარ მქონია ხატვასთან შეხება და ერთ მშვენიერ დღესაც საღამოს სახლში რომ დავბრუნდი გამიჩნდა ხატვის სურვილი და იმის მერე დავიწყე ხატვა და მომავალში მაქვს რომ გამოფენაც მოვაწყო ანუ ძალიან კარგი იმედია მოწვევას მაინც გააკეთებ რომ მაყურებლის აღშიო დამათვალიერებინებ აუცილებლად დაგპატიშებ საფხატლო გალერეას გამოფენას მოსწევ აუცილებლად დაგპატიშებ რადგანაც თეონა ახლა თვითნასწავლი მხატვარი ძვირფასო წერა მაყურებლებო მე მინდა მისი რამოდენიმე ნახატის ფოტოკოლაჟი იჩვენოთ და თხოვთ ჩავთოთ ვიდეო ფოტოკოლაჟი მაყურებელსაც კი გავანდეთ თქვენი რამოდენიმე ნახატის ფოტოკოლაჟის ჩვენება და იმედია მაყურებელი ამ ყველაფერს უიწონებს და შეაფასებს. გავაგრძელოთ. შემდეგი შეკითხვა ასეთია. ახლა ამ მომენტში რა გინდათ ყველაზე მეტად? ახლა ამ მომენტში ყველაზე მეტად რა მინდა და პირველ რიგში მინდა რომ ყველა ადამიანი იყოს ბედნიერი და მათ სახეზე ყოველთვის ბედნიერების ღიმილს ვხედავდე. ასევე კიდე მინდა რომ ანუ შემთხვევით ვისარგებლებ და თქვენი გადაცემის მეშვეობით, ანუ ჩემ მეგობრებს, ჩემ მშობლებს, ანუ დედას, მამას, შვილს, შვილიშვილებს, ნათესავებს, მამიდაშვილებს და ვინც ჩემს გვერდით არიან, სულ ყველა ადამიანს მინდა ვუთხრა რომ ძალიან მიყვარხართ და ბედნიერი ვარ რომ თქვენ ჩემ ცხოვრებაში არსებობთ. და მეც მოვიგითხავ თქვენს ახლობლებს, შვილებს, შვილიშვილებს და უბრალოდ შვილს და შვილიშვილებს და აი ასეთი დიდი მონაგარი ყავთ თქვენ ნათესავებო. აი სახეზე არის უკვე ჩემს ტელეეკრანებზე ჩემი თეონა. და ისა რა ქვია, რა მაინტერესებს თეონა. ხატრობა რომელი წლიდან დაიწყე პროფესორად? ბავშვობის ასაკს მეკითხები? ხო, ბავშვობის ასაკს. ძალიან პატარა ვიყავი დაახლოებით მე-2-მე-3 კლასიდან. და ამ პერიოდში კი. აქედან გაგიშთა ისა, გაგიშთა თქვენში ეს ნიჭი, ხო? კი, ბავშვობიდან კი. და დღემდე ისევე კი, ისევ დავუბრუნდი. ისევ დავუბრუნდი და მინდა რომ გავყვე, იმიტომ ძალიან მიყვარს. თქვენ წეგან ისეთი აი ლამაზი ლექსი მიგიწვნია თქვენს შვილისთვის, შვილისთვის, ხო? შვილისთვის კი. ხო, ლექსების წერა მუზაც რომ მოგივიდეთ და გააქვთ ისედაც თავისთავად ცხადია, უკვე შევატყვე ეს ყველაფერი. შეიძლება ესეც გააგრძელოთ, ეს ძალიან დიდი ნიჭი არის. ნუ უფლისნებაა ყველაფერი. ყოველფეროვნება იქნება, ხატრობა, პოეზია და ეს იქნება, თუმცა თქვენ შეგიძლიათ ისეთი და ძალიან მიყვარს ბავშვობიდანვე მიყვარს ხელოვნება და ვეთაყვანებ ხელოვნებას. რა ხდით უცნაურს? უცნაურს რა მხდის და საკუთარი ძალა. ვარ უშიშარი, მებრძოლი და არასოდეს არ ვწუწუნებ, მაშინაც კი, როდესაც ჩემს ცხოვრებაში სირთულეები ჩნდება. ანუ ყოველთვის უმკლავდები და უცმაუცებს ეს. ანუ რა სირთულეებს? კი. ძალიან კარგი. შემართებით ახლა ვაშკაცურად ახლა ძალიან კარგი. როდის უნდა გაამჟღავნოთ საიდუმლო, რომელსაც
დაპირდით, რომ არ გამჟანებით. აჰა. საიდუმლო როდის უნდა გავამშხავნო? ანუ საიდუმლო თვითონ სიტყვა იმას ქვია, რომ არ უნდა გამშხავნო და არასოდეს არ გავამშხავნებ. არასოდეს არ გავამშხავნებ საიდუმლოს. საერთოდ. არა ნამდვილად. როგორ გაატარებთ თქვენს იდეალურ დღეს? იდეალურ დღეს გავატარებდი ჩემს ოჯახთან, ჩემს შვილიშვილებთან, ან ჩემს მეგობრებთან ერთად, მათთან ერთად წავიდოდი ან სამოგზაუროდ, ან დასასვენებლად სადმე. სად მაგალითად? გაჩნია რა, საქართველოში აქ სადმე თუ არ და მაშინ საზღვარგარეთ. საქართველოს ბარგლებს. საქართველოს ბარგლებს გარეთ, კი ბატონო. და კარგი, ერთი დღით რომ სხვა ვინმე იყოთ. ვინ იქნებოდით და რატო? ერთი დღით რომ სხვა ვინმე ვიყო, კარგი ვიტყვი, მაგასაც გაგანდობთ. ერთი დღით რომ სხვა ვინმე ვიყო, აუცილებლად ვიქნებოდი მსახიობი. გეტყოდით რომ ანუ დაახლოებით ბავშვობაში 10 წელი მაინც ვცეკვავდი ქართულ ცეკვებს და დრამატულ თეატრში ვღებულობდი მონაწილეობას და არის ხოლმე პერიოდი, როდესაც მენატრება ხოლმე ხო, ბავშვობაში და არის ხოლმე როდესაც მენატრება პერიოდულად სცენა რა და ძალიან და რომ და ის ერთი დღე ნამდვილად ვიქნებოდი მსახიობი, ესე თავად ვიტყოდი. რა პოზიტიური ცვლილებები შეიტანეთ თქვენ ცხოვრებაში ამ ბოლო დროს? ამ ბოლო დროს პოზიტიური ცვლილება ის არის, რომ დავიწყე ხატვა. მუშაობ ხატავ, ანუ სახლიდან რომ სახლში რომ მივდივარ, ხატავ თითქმის ყოველ დღე თუ არა ყოველ მეორე მესამე დღეს მაინც. და წეღანაც გითხარით, რომ მინდა რომ გამოფენაც მოვაწყო. როდის ფიქრობთ ამ იმას? ნუ ზუსტად ვერ გეტყვით ესე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან ახლო პერსპექტივაც არ არის, ცოტა შორეული პერსპექტივაა, მაგრამ ნუ ვაპირებ, მაქვს ამის სურვილი. ასევე კიდე პოზიტიური ცვლილება არის ისიც, რომ გადმოვალაგე ჩემი ნაშრომები და რომანზე ვმუშაობ, ანუ რომანზე? ხო, ჩემი რომანი, რომელიც მაქვს მოზარდობის ასაკში დაწერილი, იმ რომანზე ვმუშაობ, ანუ მიმდინარეობს განახლება და რაღაც გარკვეული რაოდენობის ტირაჟიც მინდა რომ გამოვუშვა. ძალიან კარგი. სად იყო ამდენ ხარ ხალხო, აი ჩემი გადაცემა და აი ასეთი ადამიანი ამდენ ხარ, რატო არ მოვიწვიე მე? რა ვიცი. აი ასეთ ადამიანებს უნდა იწვევდეთ ნებისმიერი ტელეკომპანიები, როგორც მე მოვიწვიე დღეს ჩემი გადაცემაში თეონა. აი გაითვალისწინეთ ყველა ტელეკომპანიის ხელმძღვანელებმა და გადაცემის წამყვანებმა. აი ეს ადამიანი დაიმახსოვრეთ. ვინ გაგზნობინებ თავს კარგად? თავს ვინ მაგზნობინებს კარგად და ისევ და ისევ ვიტყვი რომ ჩემი ოჯახი, ჩემი პატარა ანგელოზები, იმიტომ რომ სახლში რომ მივდივარ და იმათთან რომ მაქვს ურთიერთობა, რა ვიცი, ყველაფერი არის აბსოლუტურად ჩემთვის და ასევე კიდე ჩემი მეგობრებიც. და მადლობა უნდა უთხრა, რომ ანუ ჩემ ცხოვრებაში რო არსებობენ ეს ადამიანები. ძალიან კარგი. ვინ მოახდინა ყველაზე დიდი გავლენა თქვენ ცხოვრებაში? ჩემ ცხოვრებაში ისევ და ისევ ვიტყვი ოჯახმა. ოჯახმა მოახდინა ძალიან დიდი გავლენა და ასევე ჩემ სირგული მყოფმა ადამიანებმა მოახდინეს ძალიან დიდი გავლენა. ყოველთვის ჩემს გვერდზე არიან და ჩემი გადაწყვეტილებების მიღებაში მიჭერენ ხოლმე მხარს. და ყოველთვის მაგზნობინებენ, რომ მე მათ ვჭირდები და მათთვის მნიშვნელოვან ადამიანს წარმოვადგენ. ასევე ჩემი დამსახურებაც რა თქმა უნდა. ხო. რა თქმა უნდა, გეთახმებით. კი. მაყოფილი ხართ იმით, სადაც ხართ თქვენ ცხოვრებაში. კი, მაყოფილი ვარ. რატო? რატო და რა ვიცი, ესე თუ ისე რაღაც მქონდა ჩანაფიქრი და უშოთ რაღაცებს მივაღწიე. ასევე ვარ იმ ოჯახში და ესეთ ადამიანების გარემოცვაში გავიზარდე, რომ ყოველთვის თავს მევლებოდნენ და სულ მუდამ მივათ რომ ჩემს გვერდით იყვნენ. ხო და რა ვიცი, მაყოფილი ვარ.
და რატომ? რომელი ბოლო მოგონება გაღიმებთ ყველაზე მეტად? კარგი. ბოლო მოგონება ყველაზე მეტად, ანუ ბევრი მოგონება მაღიმებს ესე რომ ვთქვათ, მაგრამ ყველაზე ბოლო მოგონება არის საფრანგეთში მოგზაურობა ჩემ დასთან და ძმასთან. მაღიმა ყველაზე მეტად. როგორია თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე? ერთი ჩვეულებრივი დღე არის ჩემთვის დილა იწყება ყავით, სამსახური, სახლი, ოჯახი, ბავშვები, ოჯახზე ზრუნვა. ძალიან კარგი. ეს არის თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე. კი. ეს არის ერთი ჩვეულებრივი დღე. მეტი რა გადამჩენია, თეონა, მინდა დიდი მადლობა მოგიხადო. სტუმრობისთვის, რომ მოიცალეთ, გამონახეთ დრო, წუთი, წამი, საათი და მოხვედით ჩემს გადაცემაში სულმა. დიდი მადლობა ასეთი გულწრფელი ინტერვიუსთვის. გისურვებთ წარმატებებს იმ სამომავლო გეგმები, რაც უნდა განახორციელოთ და რა ვიცი, ყველაფერი კარგად გისურვებთ. ჩემო ზურბასო ტელემაყურებლებო. სამწუხაროდ ჩემი გადაცემის გაყრდნობით რომ ამოიწურა. გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით, მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის. მე ძალიან დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ თქვენ გადაცემაში და ნახვამდის. მომავალ შეხვედრამდე, ნახვამდის.